ხუთი შეცდომა მოტოციკლეტის ყიდვის დროს. პირველი ეს არის ყიდვის შესრულება ემოციებზე, როდესაც თქვენ დიდი ხნის განმავლობაში ათვალიერებდით, აგროვებდით თანხას, მერე გამოჩნდა რაღაც ვარიანტი, გარბი ხართ და ემოციურად ყიდულობთ. ყველაზე ხშირად ესეთი ყიდვის შესრულება დაკავშირებულია ბევრ პრობლემასთან. არასდროს ემოციურად არ მიუდგეთ მოტოციკლეტის შეძენას და არა მარტო მოტოციკლეტს, ხო, ცხოვრებაშიც ემოციურად გადაწყვეტილება არ მიიღოთ. ყოველთვის ცივი თავით მიუდგით ამ მოქმედებას. მეორე არაკორექტული აღწერა, ესე ვიტყოდი, როცა თქვენ ნახეთ განცხადება რომელიმე საიტზე მოტოციკლეტის შესახებ, რომელიც იყიდება ეგრეთ წოდებული კოლხოზური აღწერა, ხო, იყიდება რა ქვია, Yamaha ZX-10R Racing რაღაცა კოლხოს edition-ი. აღწერაში უწერია გამყიდველს, ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ გამყიდველმაც არ იცის რას ყიდის. რაღაც უწერია სისულელე აღწერაში, ესეთ ვარიანტებსაც დავანებოთ თავი, მეგობრებო, რადგან შეთავაზება მოთხოვნაზე მეტია, ამიტომ ყოველთვის იქნება ასეთი ან ამაზე უკეთესი მოტოციკლეტი სხვაგან და ვიყიდოთ ის. და არა ეს, სადაც აღწერაში წერია სრული სისულელე. მესამე უცნობი მოტოციკლეტის შეძენა, ხო, ეს მოდელი, რომელიც იშვიათია, შეიძენენ ესეთ მოტოციკლეტს, რადგან შეღავათიან ფასადაა და მერე დარბიან, ეძებენ ალების ანთლებს, მერე ვერ შოულობენ ზეთის ფილტრს, რაღაცა მანქანის რეზბით მოარგებენ, მერე ჩაიჟანგება, ჩადუღდება შეგნით. მოკლედ, მეგობრებო, უცნობი ბაიკები, რომელიც არ არის პოპულარული, აიშოვა მისი ნაწილები და ამ შემდეგ არ შევიძინოთ. დაივიწყეთ ეს. მოდელი უნდა იყოს პოპულარული, მოდელი უნდა იყოს ცნობადი, რომ მისი ნაწილები შოვნა შეძლოთ. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა ადამიანმა შეიძინა ესეთი მოტოციკლეტი, იშვიათი მოდელი იყო, მერე მომართა მე, დამიკავშირდა, რომ უჩა ვერ ვიშოვე ნაწილები, რამე მიშველე და როგორც აღმოჩნდა, მისი ნაწილები ძალიან ცოტა იყო ინტერნეტშიც კი, ხო, აი eBay-ზე, Amazon-ზე, სხვა საიტებზე და ქონდა გაყინული ფასები, ხო, რომ შევკრიბეთ, ყველაფერი გამოდიოდა ამ მოტოციკლეტზე უფრო ძვირი ეს ნაწილები. შესაბამისად, შევიძინოთ მხოლოდ პოპულარული მოდელები, რომლის ნაწილებიც იშოვება. მეოთხე, ვინ-კოდი. რო თუ გამყიდველი ყოყმანობს ვინ-კოდის მოწოდებაზე, ან ფარავს ვინ-კოდს და ასე შემდეგ, ესეთი ვარიანტების არ განვიხილოთ. ვინ-კოდი ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ძალიან ბევრი ინფორმაცია, ხო? როგორც ფასიან, ასევე უფასო სერვისებზე. კი, თუ ვინ-კოდის ისტორია წაშლილია, მაინც შეგვიძლია ფასიანი სერვისით ვნახოთ ეს წაშლილი ისტორია, ხო, სად არის ნაყიდი მოტოციკლეტი, რა დაზიანება ჰქონდა და ასე შემდეგ. ამიტომ თუ გამყიდველი ყოყმანობს ვინ-კოდის მოწოდებას, ესეთი ვარიანტებიც არ განვიხილოთ არავითარ შემთხვევაში. და მეხუთე შეცდომა მოტოციკლეტის ყიდვის დროს, ეს არის ეგრეთ წოდებული კოლხოზი, მეგობრებო, ხო, როცა ჩვენ მივდივართ მოტოციკლეტს ანახავთ და იქ რაღაცა ცისფერი იზოლენტით არის გადახვეული კაბელები, იქ რაღაცა სამუხრიჭე შლანგები სხვა მოდელის აყენია, საჭე სხვა მოდელის აყენია, ტორმუზის ბერკეტი და ჩაჭედების ბერკეტები რაღაც ჩინური ნაგავია დაყენებული და ასე შემდეგ. ესეთი მოტოციკლეტებიც არ განვიხილოთ. რა თქმა უნდა, გამყიდველი გვეტყვის, რომ ეს უფრო მოხერხებული იყო და დავაყენე ეს ბერკეტები, ხო, სამუხრიჭე. სინამდვილეში სიტუაცია არის შემდეგი. მოხდა ეს მოტოციკლეტი ავარიაში, ორიგინალი დეტალები ვერ შეიძინა ამ გამყიდველმა, რადგან გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ეს ჩინური ნაგავი და დააყენა რაც ხელთ მოყვა, ხო, რაც იშოვა იაფად. პლუს ამას შეიძლება გამყიდველმა თვითონაც არ იცოდეს რა აყენია მოტოციკლეტზე. ნებისმიერ ვარიანტში ეს ჭყალებში კოლხოზური ვარიანტებიც არ განვიხილოთ. კიდევ ერთხელ გავამეორებ, ყოველთვის არსებობს ასეთი მდგომარეობის ან ამაზე უკეთესი მოტოციკლეტი სხვაგან და ყურადღება მივაქციოთ იმ ვარიანტებს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.